მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დღეს გვაქვს ჩვენ პირველი დღე ამ გადაცემის. გადაცემას ჰქვია სოციალური ჭრილი, მე ვარ მისი წამყვანი თეონა ჭალიძე და მიხარია რომ ეს გადაცემა თქვენამდე მოვიდა დღეს და ჩვენ ამ გადაცემაში ვისაუბრებთ სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე, იმ თემებზე, რომლებიც ძალიან აქტუალური არის ადამიანებისთვის, მაგრამ ხშირად შეიძლება პრიორიტეტული არ იყოს ხოლმე დღის წესრიგში და ხშირად ამ თემებზე სულაც არ საუბრობდნენ. ეს გადაცემა გავა ყოველ ხუთშაბათს 3 საათზე, გვიყურეთ, აუცილებლად მოგვწერეთ და ჩვენ შევეცდებით რომ თქვენს კითხვებზე ორიენტირებულებიც ვიყოთ. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი არის ანა ფირცხალაშვილი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, რომელიც ჩემთვის არის ძალიან საპატივცემულო სტუმარი და ძალიან მიხარია რომ დრო გამონახეთ და გვეწვიეთ დღეს. ანა, მოგესალმებით. დღევანდელი თქვენი გადაცემა მთლიანად დაეთმობა სოციალურ საკითხებს, სოციალურ სამართლიანობას, სოციალურ სამართალს და მე მინდა რომ მაყურებელს პირველ რიგში წავუკითხო ჩვენი საქართველოს კონსტიტუციიდან მეხუთე მუხლი, რომელიც სწორედ სოციალურ სახელმწიფოზე საუბრობს. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე, მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის კანონი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმთა და ღირსეული საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე, სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში, საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით, სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე, სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე, სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდაზე და სპორტში მათ ჩართვაზე, სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. აი, ასეთი მრავლის მომცველი არის ჩვენი კონსტიტუციის მეხუთე მუხლი და ანა, მოგვიყევით, გითხარით ჩვენს მაყურებელს კარგად რომ გავააზრებინოთ, რას ნიშნავს ეს მუხლი და რამდენად რეალიზდება ის ჩვენს ყოველდღიურობაში და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოგესალმებით თეონა, უპირველესად გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო წამოწყებას, რომელიც არის მართლაც მიუხედავად მისი მუდმივი აქტუალობისა, მაინც ყოველთვის რჩება რაღაცა კულისებში. და მე ვფიქრობ, რომ სითამამე თქვენი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ამ პერიოდში, რომ აი ეს აჩვენოთ ეს საკითხები, რომელიც ყოველთვის სამწუხაროდ მიმალულია. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც და დებიუტს გისურვებთ, ასე რომ თქვა, მე მგონი პირველი არის თქვენთვის და ასე რომ მოკლედ წარმატებები თქვენ და თქვენს გადაცემას. ეხლა რაც შეეხება სოციალურ სახელმწიფოს, თქვენ უკვე ძალიან კარგად აღნიშნეთ, მეხუთე მუხლის ციტირება მოახდინეთ საქართველოს კონსტიტუციაში, ამ სახით ეს მუხლი 2018 წელს შევიდა ძალაში. თუმცა მანამდე ჩვენ კონსტიტუციაში გვქონდა პრეამბულაში გვიწერია ერთხელ სოციალური სახელმწიფო და შემდეგ ძირითად უფლებებშიც არის ჩაშლილი. მაგრამ არ შემიძლია რომ ვთქვა 21 წლის კონსტიტუციაც, რომელიც მანამდე ძალიან მნიშვნელოვან სოციალურ უფლებების გარანტირებას ახდენდა. ერთი საუკუნის წინ და სამწუხაროდ ხშირად ჩემი კოლეგებისგან იურისტი ვარ მე და ხშირად მომისმენია, რომ აი ეს 21 წლის კონსტიტუციაში სოციალური უფლებები როგორი ილუზორული იქნებოდა ალბათ და როგორი ილუზორული იყო და ალბათ მაგალითად იგივე უმუშევრობის დაზღვევა, რომელიც ჯერ კიდე მაშინ 1921 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ეწერა და ძალიან ბევრი სოციალური საკითხი ეგონათ რომ და ჯერ კიდევ ალბათ გონიათ უმეტესობას რომ ის ვერ განხორციელდებოდა. არადა წარმოიდგინეთ ზოგიერთი მათგანი, აი მაგალითად უმუშევრობის დაზღვევა დღესაც არ გვაქვს ჩვენ საქართველოში და ძირითად იმ სახელმწიფოებში, რომლებიც რა ვიცი ევროკავშირში არიან და რომელიც ჩვენ ასე მოგწონს და გვხიბლავს, აი ამ სახელმწიფოებში სწორედ მაშინ დაიწყეს დანერგვა. მაგალითად ვაიმარის კონსტიტუციაში ხვდებით სწორედაც მაშინ და მაშინდელი ჩვენი სოციალ-დემოკრატები მოდიოდნენ ზუსტად ამ იდეებით დამუხტული. ნუ ქალისა და მამაკაცის თანასწორობაც ცნობილი არის 21 წლის კონსტიტუციიდან და ესეც არის სოციალური სახელმწიფოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.
მოკლედ 21 წლის კონსტიტუციაზე მარტო რომ არ დავრჩეთ და სამწუხაროდ ის რომ არ განხორციელდა დღეს ვართ რა ეტაპზე სადღაც 95 წელს ჩვენს კონსტიტუციაში სოციალური სახელმწიფოს პრინციპი რომ ჩაიწერა უმეტესობას 70 წლიანი სოციალისტური, ცუდი, კომუნისტური, ტოტალიტარისტური წარსულის მერე აიგივებდნენ სოციალურ სახელმწიფოს სოციალიზმთან, კომუნიზმთან და რაღაცნაირი პროტესტი იყო საზოგადოებაში. და აი რაღაცა სოციალურს როცა იტყვის, სიტყვას ყველას ეგონა რომ ეს არის რაღაცა დიქტატურა, კომუნიზმი, სოციალიზმი და ასე შემდეგ. თუმცა ნელ-ნელა ეს ესეთი დამოკიდებულება შეიცვალა და ის ძალიან კარგია და უკვე ჩვენაც გამბედავად ვსაუბრობთ რომ აი ველური კაპიტალიზმიდან რომელიც უცებ დამკვიდრდა და აბსოლუტურად ის ლიბერალიზმიც არ იყო, ნუ კლასიკური ლიბერალიზმი საერთოდ არ არის ისე შორს კეთილდღეობის სახელმწიფოსგან, მაგრამ ჩვენთან ჩვენ მქონდა რაღაცა ალბათ 95 წლის მერე და ალბათ რაღაცა დიდი ხანი პერიოდი პირდაპირ ველური კაპიტალიზმი, ასე რომ ვთქვათ, ესეც ვეძახით ჩვენ. ნუ შემდეგ ნელ-ნელა დამკვიდრდა, თუმცა სამწუხაროდ ჯერ აღიარების დონეზე, მაგრამ პრობლემური ისევ რჩება. თუმცა პირველი ნაბიჯი სამართალში არის აღიარება რაღაცის, ჯერ ვამბობთ რომ აი ეს ასე უნდა იყოს და შემდეგ მკურნალობა. მერე უკვე რომ ჩავშალოთ და მერე უკვე რომ კანონმდებლობაში, პოლიტიკაში ეს ყველაფერი კანონზომიერად და ნელა საზოგადოების ყველა ფენამდე და ეს არის ნომერ პირველი ამოცანა სოციალური სახელმწიფოს, რომ ყველაზე მოწყვლად ფენებამდეც კი აღწევდეს. ნუ ამას ამ წუთში ვერ აკეთებს ჩვენი სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში ესე გამბედავად გვიწერია, მართალია მეორე თავში არ არის, მაგრამ პირველ თავში მეხუთე მუხლი არის და ეს ცოტათი შეიცვალა 2018 წელს. თუმცა მაინც კარგია და მე ვამბობ, რომ მაინც მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი ჩვენ გვეუბნება რომ საქართველოს არის სოციალური სახელმწიფო და შემდეგ გვეუბნება რომ სოციალური თანასწორობა, სოციალური სამართლიანობა და სოლიდარობა. აი ეს სამი ძირითადი პრინციპი არის, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს მთლიანად ის ეკონომიკური უსაფრთხოება, რომელიც ქვეყანაში უნდა იყოს. ჩვენ მართალი გითხრათ, ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე არჩევანი არ გვაქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალებს, გინდა არ გინდა, თუ კი შენ კონსტიტუციის ერთგული ხარ და უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალები რომლებიც მოვლენ ხელისუფლებაში, მის გემოვნებაზე უკვე აღარ არის დამოკიდებული, სოციალური სახელმწიფო მინიმალურ დონეზე მაინც უნდა იყოს აუცილებლად უზრუნველყოფილი, ხო? და აი ეს მინიმალურ დონეზე რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი და არ არის დღესდღეობით, ხო? აი რა კონტექსტში და რა მიმართულებით ხედავთ თქვენ პრობლემებს და როგორ იქნება ამ ყველაფერთან მოგვარების გზები და გამკლავების მექანიზმები? დიახ. ერთი ესეთი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ძალიან კარგი ფორმულა მახსენდება, რომელმაც თქვა სოციალურ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უნდა აკეთებდეს თავის მაქსიმუმს, რომ უზრუნველყოს სოციალური სახელმწიფოს მინიმუმიო. ანუ მაქსიმუმი მინიმუმისთვის. ეს მნიშვნელოვანი არის ახლა რა კუთხით და რა მხრივ. ძალიან ხშირად საზოგადოებაში არის ესეთი სტერეოტიპი, რომ სოციალური სახელმწიფო მხოლოდ მდიდარი სახელმწიფო შეიძლება იყოს. თუმცა ესე არ არის, ანუ ბიუჯეტზე კი არ არის დამოკიდებული სახელმწიფო სოციალურია თუ არ არის, არამედ გადანაწილებაზე, ანუ არ რაოდენობა, არამედ პრინციპი, როგორ ნაწილდება ის, რაც გვაქვს. რა ვიცი, ესეთის მაგალითად ბევრი სახელმწიფო შეიძლება მოვიყვანოთ, შეიძლება საუდი არაბეთს უფრო მეტი ბიუჯეტი ქონდეს, ვიდრე გერმანიას, მაგრამ ის სოციალური სახელმწიფო არ არის და გერმანია არის. ეს ახლა ისე ზოგადად ან კიდევ რა ვიცი, სხვა თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც არ არის სოციალური სახელმწიფო, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ დემოკრატია არ არის და სამართლებრივი სახელმწიფო არ არის. უღონდაც, ნუ ლიბერალური მოწყობის ეკონომიკა აქვს და სოციალური სახელმწიფოდ არ ითვლება ის. ამიტომ ბიუჯეტზე დამოკიდებული არასდროს არ არის, რამდენად არის ქვეყანა სოციალური სახელმწიფო. და ძალიან კარგი მიდგომა და ტესტი არსებობს, როგორ უნდა დავასკვნათ, არის თუ არა სახელმწიფო სოციალური. ბიუჯეტის პრიორიტეტების მიხედვით, ანუ რა პრიორიტეტებს ანიჭებს და არის სახელმწიფოსთვის რომელი ფენებისთვის და რომელი ზოგადად მიმართულებებისთვის არის სოციალური პოლიტიკა ზოგადად ბიუჯეტიდან გაღებული, რომელი არის დაფინანსებული. მაგალითად, განათლება, ჯანდაცვა, ეს სფეროები, ნუ რა თქმა უნდა, კიდევ სხვა სფეროებიც, თუმცა იწყება ალბათ ამით, ჯანდაცვით და განათლებით და მე რა ვიცი, ბევრი სხვა მოყვება ამას კიდევ.
კიდაც გარემოს დაცვა და ასე შემდეგ, სადამდე ირევა სახელმწიფო და ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა საკითხებიდან, მაგალითად თავდაცვა შეიძლება იქ იყოს და ასე შემდეგ, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ, იქ არ უნდა იყოს თანხები ჩადებული, მაგრამ პრიორიტეტული რა არის, აი სწორედაც ამაზე და შემდეგ ეს პირველი ნიშანი ეს არის, ანუ ბიუჯეტიდან როგორ რა ფინანსდება და მეორე ნიშანი არის, ბავშვად თუნდაც ეს თანხები გადანაწილდა და განათლება აქვს პრიორიტეტი სახელმწიფოში, შემდეგ ამ განათლებაშიც როგორ ნაწილდება ის თანხები, რა თანხებიც, თქვათ, არის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აქედან გამომდინარე, რაც გვაქვს, ის უნდა გადავანაწილოთ სოციალური სახელმწიფოს პრინციპით და ის გამართლება არ არის, რომ ჩვენ არ გვაქვს ამდენი ფუფუნება, რომ სოციალური სახელმწიფო კონდეს. ეს ფუფუნება ნამდვილად არ არის და არც კეთილინება არის. სოციალური სახელმწიფო ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომელზეც არჩევანი არ გვაქვს, იმიტომ რომ კონსტიტუციის მეხუთე მუხლში ეს ასე გვიწერია. ძალიან კარგი, ესე იგი რომ შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ და კიდევ უფრო ნათელი გახდეს, სულ არ არის აუცილებელი რომ სახელმწიფო იყოს ძალიან დიდარი, იმისთვის რომ ის იყოს სოციალური სახელმწიფო, მთავარი არის ბიუჯეტს როგორ ანაწილებს იმას, რაც აქვს, რა პრიორიტეტები აქვს და უკვე განაწილებული როგორ იხარჯება მერე და რამდენად მიზნობრივად იხარჯება. დღეს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის, მოგეხსენებათ და ეს ჩვენ რომ არც ვთქვათ და ციფრები არ მოვიყვანოთ ან სტატისტიკა არ წარმოვადგინოთ ხოლმე, ხალხი თვითონაც ხვდება ამას თავისი ყოველდღიურობიდან, თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ თავის გადარჩენისთვის უწევს მოსახლეობის დიდ ნაწილს ყოველდღიურად არსებობა, თვიდან თვემდე როგორ მივიდეს, ამაზე არის ორიენტირებული, იმიტომ რომ პროდუქტზე ფასები ძალიან მაღალი არის და დღითი დღე იზრდება, მედიკამენტებზე ფასები ძალიან მაღალია, ოჯახებს, ადამიანებს ეშინიათ ამ ქვეყანაში ავად გახდომის, იმიტომ რომ წამალს შემდეგ უკვე ესე იგი საკვების ფულს უნდა მოაკლონ რაღაცა, რომ წამალი შეიძინონ და არჩევანის გაკეთება უწევთ საკვებსა და წამალს შორის. ეს ფრაზა უკვე საკმაოდ ხშირად ისმის ხოლმე და ჟღერდება ქართულ რეალობაში. ასევე ძალიან ძვირი არის საცხოვრისის ფასი, ვინის ქირების ფასმა აიწია, იცით თქვენ და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილი თავიდან ბოლომდე არის უსახლკარო და იძულებული არის რომ ის თქვათ სოციალური შემწეობა რასაც მიიღებს, იქიდან თანხა გადაიხადოს საცხოვრისის საქირავებლად. საბინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით უზარმაზარი გამოწვევები და პრობლემები გვაქვს. 709,000 სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირი ყავს, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს უშუალოდ, ანუ რომელიც მიმღები არის საარსებო შემწეობის. საარსებო შემწეობა ჩვენ ვიცით რომ მერყეობს 30, 45 და 60 ლარი არის ზრდასრულებთან მიმართებაში, ესეც დამოკიდებული არის რეიტინგზე, თუ რა ქულას მიანიჭებს ოჯახს, მას შემდეგ რაც სოციალური აგენტი მივა ოჯახში და ჩაატარებს სპეციალური ანკეტის შევსებას, ხოლო ბავშვებზე არის 200 ლარი 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე. აი ესეთი სურათიდან გამომდინარე, აი სოციალური პროგრამების ნაწილში რა შეგიძლიათ გვითხრათ, რა პრობლემებს ხედავთ თქვენ, იგივე ჩვენ ვიცით მაგალითად საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაც, ხო, რომელიც სამწუხაროდ იმაზე კი არ იყო ორიენტირებული, რომ მართლაც სამუშაო ადგილების შექმნილიყო, არამედ თავიდან ბოლომდე ბიუჯეტზე არის დამოკიდებული, სულ საჯარო უწყებებში, სიპებში, აიპებში დაემატა ეს სამუშაო ადგილები, ანუ გამოიგონეს სამუშაო ადგილები ფაქტიურად იმისთვის, რომ ისევ ეს მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები დაესაქმებინათ, გაეფორმებინათ მათთვის ხელშეკრულებები იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტად ყოფილიყო სახელმწიფოზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, მივესალმებოდი მეც პირადად, თუ კი სამუშაო ადგილები მართლაც შეიქმნებოდა და ეს ადამიანები, რომლებსაც ამ სამუშაო ადგილებზე გაამწესებდნენ, მართლა ხელი შეეწყობოდა მათ კონკურენტუნარიანობის გაზრდას ბაზარზე, შრომით ბაზარს გულისხმობ, სადაც ისინი გარკვეულ უნარებს მართლაც აიმაღლებდნენ, ან ახალ პროფესიებს შეიძენდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, იმიტომ რომ ის სამუშაო ადგილები გამოგონებული, ეგრეთ წოდებული, რომელიც შეიქმნა
საერთოდ არ არის ორიენტირებული არანაირი უნარების გამომუშავებაზე ან ახალი პროფესიებისთვის მიცემაზე ამ ადამიანებისთვის. თან მოკლებადიანია რა თქმა უნდა, რაღაცა პერიოდით შეიქმნა და მორჩა. ხო, არ არის გარკვეული და ნათელი როდემდე გაგრძელდება ეს და სამაგიეროდ თუ არ ჩაერთობოდი ამ დასაქმების პროგრამაში, მაშინ გეუბნებოდნენ, რომ შენი გადამოწმება მოხდება აუცილებლად და მე უკვე არ ვიცით, ჩვენ შეგინარჩუნდება თუ არ შეგინარჩუნდება ეს საარსებო შემწეობა. შესაბამისად, ამ პროგრამაში ზოგადად ჩართული მოქალაქე უფრო მეტად გახდა დამოკიდებული ამ პროგრამაზე და ჩაერთო ამაში, იმიტომ რომ გარანტირებული აქვს, რომ მაშინ 4 წელი აღარ მოხდება მისი გადამოწმება და უფრო მეტი სტაბილურობის შეგრძნება მიიღეს ამით. თუმცა ჩვენ ვიცით ხო, რომ ამ სოციალურ პროგრამებს ხოლმე სამწუხაროდ ყოველთვის აქვს მთავრობებს ცდუნება და ამ ეგრეთ წოდებულ მთავრობასაც რა თქმა უნდა არ ყოფილა გამონაკლისი წინა საარჩევნო მიზნებისთვის და ზოგადად საარჩევნო მიზნებისთვის აქტიურად იყენებენ სოციალურ პროგრამებს და ყოველთვის მე ვცდილობ ხოლმე რომ გავიმეორო ხშირად რომ თუ თქვენ რაიმე სოციალურ დახმარებას ან მხარდაჭერას იღებთ სახელმწიფოსგან ეს არ არის იმისი საფუძველი რომ თქვენ ანგარიშვალდებული იყოთ ვინმესთან ან რაიმესთან და ამის გამო რაღაცა არჩევანი გააკეთოთ თუნდაც თქვენი ნების საწინააღმდეგოდ. ანუ ეს არ არის ქველმოქმედება, ეს გეკუთვნის სახელმწიფო ვალდებულია რომ გვერდში დაგიდგეს, აი ესეთ გასაგებ ენაზე ვცდილობ ხოლმე რომ ამაზე ვესაუბრო ხოლმე შეხვედრებზე მოქალაქეებს და თქვენ არ ხართ მის წინაშე არანაირად ანგარიშვალდებული. აი ამ მიმართულებით რას ვეთქვით? ესეა ნამდვილად აი ხა თქვენ რაც დაასახელეთ, ეს არის სოციალური სახელმწიფოს პრინციპის ბოროტად გამოყენება. ანუ ეს არის კლასიკური მაგალითი. ძალიან კარგი შეფასება არის, მომავალში გამოვიყენებ. კი, ანუ ძალიან კლასიკური მაგალითია. ზოგადად იმ სიკეთეებს, თუნდაც ადამიანის უფლებები, გნებავთ სოციალური სახელმწიფო, რამხელა დადებითი და სიკეთეც აქვს, ის იმდენად პროპორციულად ბოროტად შეიძლება რომ იქნეს გამოყენებული. და სამწუხაროდ აი ეს საკითხი არის ზუსტად სოციალური სახელმწიფოსთვის ჯერ იმიტომ რომ ზოგადად ძალიან პოპულარული არის რომ აი დაგეხმარები მე ამას გავაკეთებ იმას გავაკეთებ და არჩევნების წინ ყველა მემარჯვენე პარტია მემარცხენე შეიძლება ვიხილოთ და ნუ მართალია ხა მოსახლეობის დიდი ნაწილი ალბათ კი ხვდება და რაღაცნაირად ნიჰილიზმში არის თუმცა რაღაცა შინაგანად მაინც ეტყობა ჯერათ იმისი რომ ვიღაცა მოვა და ესე რაღაცნაირად პირდაპირ ან ნივთებით ან თანხებით ან ასე შემდეგ დაგეხმარება. რა თქმა უნდა, ალბათ ამ წლების განმავლობაში ვისწავლეთ ჩვენ ამაზეც გამკლავება ჩვენმა მოსახლეობამ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რას შევხედოთ. ის კი არ არის აი მაგალითად იგივე იმიტომ დახმარება რომ ის უკვე უმუშევარია, ის უკვე ვერ ახერხებს ამუშაოს პოვნას, ბაზარზე არ არის მოთხოვნადი და ასე შემდეგ, არამედ წინასწარ მაგალითად იგივე განათლების, უნარების მიცემით პრევენციულად დახმარება ამ ადამიანის. ჩვენ სხვადასხვა კეთილდღეობის სისტემები გაგვაჩნია მსოფლიოში, არსებობს კეთილდღეობის სახელმწიფოს ერთ-ერთი უნივერსალური და ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი მოდელი არის სკანდინავიური მოდელი, რომელსაც უნივერსალურ მოდელს ეძახიან. და რატომ არის ესეთი კარგი ეს მოდელი? ის წინასწარ ცდილობს რომ ადამიანებს დაეხმაროს მაგალითად სკოლა რომ ავიღოთ, აი ძალიან მარტივი მაგალითს მოვიყვან, რატომ არის ეს მოდელი უნივერსალური. ნახეთ, ყველა ბავშვს თუ კი ექნება ზუსტად თანაბარი განათლება, არ აქვს მნიშვნელობა ის როგორი ოჯახიდან მოდის, სოციალური როგორი ფენიდან მოდის და კერძო სკოლაში, რომელიც რა ვიცი ახლა 200,000 სამდღერს მე მგონი უკვე საქართველოში ისეთი ფასებია. თუ ისეთ სკოლაში დადის ქვები რომ ეცემა თავზე ახლა საქართველოში ესე ორი სკოლა ვიცით გაერთიანეს და უკვე იმაშიც ვეღარ დადის 22 სკოლა, მე-10 სკოლა, რა ვიცი ვიცით მოკლედ რა მდგომარეობაც არის, ხო? ის ნებისმიერი ოჯახის შვილს აქვს ზუსტად თანაბარი პირობები რომ მიიღოს თანაბარი განათლება. იმიტომ იმას შემდეგ ანუ ახლა საქართველოში რო შეხედო, ხო? ანუ ბავშვს ძალიანაც რომ უნდოდეს რომ ისწავლოს, ნუ ის მე-12 კლასი მოდით ახლა ამ წუთში გვერდით დავტოვოთ, რომელიც რა ვიცი თუ გეთ მე ვისაუბროთ, მაგრამ რომელიც აღარ იქნება და ევროპაში ვერ წავა. ეს ალბათ კიდევ დიდი ცალკე გადაცემის თემაა. ეს კიდევ ცალკე თემა არის, თუმცა ძალიანაც რომ უნდოდეს ისწავლოს, იმიტომ რომ უბრალოდ მესამე სმენაში დადის ბავშვი, უკვე ეძინება 6 საათზე ეწყება სწავლა, რომელსაც სკოლა დაუნგრიეს უბრალოდ და იმ 6 საათზეც რომ ივა თავში ქვამოხვდება ალბათ, ხო? ანუ რა გააკეთოს იმ მშობელმა, რომელსაც არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვი
გაუშვას კერძო სკოლაში. ამიტომ იმთავითვე პრევენციულად აი ასეთი ქვეყნები სკანდინავიური მოდელი ცდილობს რომ იმთავითვე ყველას მისცეს თანაბარი განათლება რომ ეს სოციალური უთანასწორობა საზოგადოებაში იმთავითვე აღმოფხრას. განათლება არის ყველაფერი იმის წყარო თუ როგორ იპოვოს მე ამ უნარებით ადამიანმა მე სამუშაო ხო თუნდაც სპორტი აი სპორტული აქტივობები რომელიც ყველაფერი თანხა ღირს უფასო არაფერი არ არის. აი აქედან გამომდინარე მაგალითად თუ კი ჩვენს ქვეყანას შევადარებთ ახლა ამ მოდელს ხო ჩვენ აი სკოლის მაგალითი რომ მოვიყვანო მაგალითად მეც გამიკეთებია ამაზე კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტი გამიკეთებია განათლების სამინისტროსთვის მიმიწვდია კიდეც მაგრამ რა ვიცი ახლა არ აქვს მაგას დიდი მნიშვნელობა სამწუხაროდ მიუხედავად იმისა რომ კარგად იციან სად არის პრობლემა. ყველა ბავშვს რომელიც დღეს სკოლაში მიდის მიყვება თავისი თანხა რომელსაც აძლევს მას განათლების სამინისტრო 250 ლარია დაახლოებით თუ რაღაცა ესე ხო წლიური ბევრი არ არის ეს თანხა კერძო სკოლაში თუ მიდის ბავშვი იმასაც მიაქვს და საერთოდ ვერ ნახულობს მშობელი და ბავშვი ამ თანხას პირდაპირ ერიცხება ამ სკოლას იმიტომ რომ სკოლა სამინისტროსთან აქვს კავშირი და ეს თანხა ეკუთვნის სკოლას იმიტომ რომ ბავშვი დადის იქ მაშინ როცა ბავშვს რომელიც არ ვიცი ისეთი ოჯახიდან არის შეიძლება რომელსაც მშიერი დადის ბავშვი სკოლაში და ესეთი ბევრია ბოლო კვლევები ჩვენ ამას გვასწავლებს ზუსტად იგივე თანხა ეკუთვნის და ზუსტად იმ სკოლასაც იმდენს ურიცხავს. ეხლა კითხვა მაქვს რა თქმა უნდა და ყველას გვაქვს ამ ბავშვებს ამ თავის ოჯახებს ნამდვილად ჭირდებათ თანაბარი დახმარება მშობელი რომ მაგალითად რა ვიცი მე 15000 ლარს იხდის სკოლაში კიდე 250 ლარი უნდა მივცე ხო შეიძლება რომ ის თანხა გამოათავისუფლოს ამიტომ ამბობ განაწილების სისტემას და ამ თანხით ან ააშენოს სკოლა ან კვება დაუნიშნოს ბავშვებს ხანია ვლაპარაკობთ ამ თემაზე და ძალიან მნიშვნელოვანი ის 250 ლარი რომელიც 15000-იანი და 20000-იან სკოლაში ჩაურიცხე შენ ბავშვს თავისუფლად ყოფნის მეორე ბავშვს უბრალოდ კვებაში ხო აი ეს ძალიან ელემენტარული მაგალითია რომელიც ხელის გულზე გვიდევს რომელიც სამინისტრო მიცის ყველა მიცის მაგრამ წლებია ესე არის ეს ანუ ეს არის ნების არარსებობა თორე ის კი არა რომ ვიღაცამ რაღაცა არ იცის ძალიან კარგადაც იციან თეორიულ დონეზე ოღონდ პრაქტიკულად ინტერესები არ არის ალბათ არ ვიცი ვიღაცას კერძო სკოლა აქვს და ურჩევნია რომ იქ მიიღოს ანუ ყველაფერი საბოლოოდ რაღაცა მიდის აი ამ ინტერესებამდე ხო კერძო ინტერესებამდე იცით ანა გამახსენდა მე ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი მხოლოდ იმაზე მინდა მოვყვე სკოლაში მივედი და ეგრეთ წოდებულ ბუფეტებს რომ ეძახიან სადაც ყიდიან ფუნთუშებს და ასე შემდეგ იქ კარზე იყო გამოკრული ძალიან ესეთი ემოციური განცხადება დიდ თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი რომ ნისია არ გაიცემა და აი მანდ მართლა ძალიან სევდიანია ბავშვია და შეუძლია რომ აიღოს ხო ესე იგი ამ განცხადების გამოკრა რომ გაუხდა საჭირო ამ ბუფეტის თუ სასადილოს გამყიდველს ეს იმას ნიშნავს ესე იგი იყო მოთხოვნილება ამისი რომ ბავშვები მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ რომ ესე იგი თუ შეიძლება ნისიად ან ხვალმოგიტან ზეგმოგიტან თანხას და აი ესე და იძულებული გახდა ესე იგი იმ ადამიანსაც მესწვის ხო რა თქმა უნდა გარკვეული თავისი ინტერესები აქვს და ესე ვერ დაარიგებდა ალბათ მაგრამ ანუ რამხელა პრობლემა არის ეს და რატომ უნდა უხდებოდეს და აი რატომ უნდა ხედავდეთ ჩვენ სკოლის სასადილოზე ასეთ განცხადებას ეს წარმოუდგენელი არის მართლაც და უფასო კვება სკოლებში არის აუცილებელი ეს არის ბავშვების არა მარტო ჯანმრთელობისთვის და განვითარებისთვის საჭირო არამედ თვითონ იმ დანიშნულებისთვის რასაც სკოლა ასრულებს განათლება მისცეს ბავშვს ხო თუ ბავშვი მშიერი არის და გული მისდის შიმშილისგან და ვეღარ არის ორიენტირებული ის ვერც წერაზე ვერც დაფას ვერ ხედავს და თვალებში უბნელდება და ვერც წიგნს ვერ კითხულობს ის იმ განათლებასაც სათანადოდ ვერ მიიღებს ხომ ასეა აქედან გამომდინარე ყველაზე პრიორიტეტული საკითხი ალბათ გადაწყვეტის საშუალება და ბერკეტი რომ მქონდეს მე პირადად ამ საკითხს მყისიერად მოვაგვარებდი და როგორც აპრობილებური მეთოდი არის თეონა არ არის სოფლიოში ესეთი გასაოცარი არ ვიცი ჩამონათვალი ვნახე დაახლოებით ალბათ ერთი 70-80 ქვეყანა არის მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში ხდება ეს არ არის რაღაცა ისეთი რთული სახელმწიფოსთვის გასახორციელებულად უფასო კვება სკოლაში ვიღაცებს გონიათ რომ ამას რაღაცა მილიონობით თანხა ჭირდება საერთოდ არ არის ეს ასე
გარდა ამისა, მეორე და მე მახსენდება, ეხლა თქვენ რომ მოყევით, მე ვნახეო 2020 წელს კარგად მახსოვს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ერთ ხმაზე არჩევნების წინ პირდებოდა მათ შორის მართველი ძალა, რომ ჩვენ შემოვიღებთ არიქა უფასო კვება სკოლაშიო. ნუ იმის მერე რამდენი წელი გავიდა და თუ არის ეს კვება, კი კარგად ხედავთ, მაგრამ განათლების და ჯანდაცვის სამინისტრო ერთმანეთს ასწრებდნენ არიქა ეხლა ვინ შემოიღებს და ვინ აიღებს ამას თავზე იმ დაპირებას ვინ გასცემსო და მათ შორის ოპოზიციური პარტიებიც, ნუ კაი ოპოზიციამ იმ წუთში ვერ გაიმარჯვა, რომ ვინც გაიმარჯვა, იმას ხო შეეძლო, რომ დაპირებები ესეთი იყო, ამის თქმა მინდა. ესეც რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ ძალიან კარგად იცის ხელისუფალმა რა სიდუხჭირე არის სოციალური ამ ქვეყანაში და ის ეკონომიკური ზრდა, რომლითაც ძალიან კარგად იკვეხნის ახლა ჩვენი ხელისუფლება ეს დასაკვეხნი ეკონომიკური ზრდა ეს არის ამითი დასაკვეხნი კი არა აქვს მას ეს არის დასამალი ამბავი იმიტომ რომ ბავშვი შიმშილობს და შენ სადმი გაქვს აბა შენ ეს თანხა ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რო გაქვს რას აკეთებ ხო აი ეს არის სწორედაც ის რაც აუცილებლად ადამიანებმა უნდა მოთხოვონ ხელისუფლებას საქართველოში სამწუხაროდ ეს არის რომ მენტალურად ჩვენ გვცხვენია და თუ რაღაც ეხა როგორ თქვა რომ არა მაქვს რაღაც ძალიან იშვიათად რომ იმ სოციალურ საკითხებზე და სოციალურ პრობლემებზე დიდი გამოსვლებიან აქციები ან რაღაცა დემონსტრაციები დაიგეგმოს. ამ მიმართულებით უფრო ნაკლებად თუ არ ჩავთვლით თქვათ შრომით უფლებებთან დაკავშირებით ჭიათურელების გვახსოვს ჩვენ ეს პროტესტები ხო? აი ამ ყოფით პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე არასოდეს ამხელა დემონსტრაციები ან აქტივობები ჩვენ არ გვახსოვს. აი ამ კვებით პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მაგალითად რატომაც არა, რატომ არ უნდა ჩატარებულიყო თუნდაც ერთი დიდი მშობლების, დედებისა და მამების დემონსტრაცია, ბებიებისა და ბაბუების, რომლებიც თავისი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის ითხოვენ უფასო კვებას ამ ქვეყანაში, სკოლებში, იმიტომ რომ ის ბიუჯეტიც ხო რა ბიუჯეტიც გვაქვს ამ ქვეყანას რაც აქვს ეს ბიუჯეტი ხო ხალხო სრულიად თქვენი დამსახურებით დგება და ჩვენ ამ ხელისუფლებას ვქირავთ ანუ ხელფასებს ვუხდით იმაში ჩვენივე შეგროვებული თანხებიდან რომ მოგვემსახურონ ხალხს მოემსახურონ ეს ბიუჯეტი სათანადოდ და სამართლიანად გაანაწილონ ჩვენივე დაკვეთით ხო და მაშინ რატომ ვერ ვახერხებთ ამას და თუ ჩვენ დაქირავებული ეს ადამიანები არ ასრულებენ ამ ვალდებულებას, მაშინ რატომ გვიჭირს რომ ჩვენ ეს მოთხოვნები უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ და უფრო ხმამაღალი იყოს საზოგადოების ყველა ფენის სურვილები ამ საკითხებთან დაკავშირებით. აი მან ერთ რამეს დავამატებდი თუ სანამ გადავალ თქვა სხვა საკითხზე, თაობათა შორის სოლიდარობა და ჩვენ სოციალური სოლიდარობა, რომელიც აი თქვენ ახლა ციტირება მოახდინეთ და წაიკითხეთ ჩვენი კონსტიტუციიდან სწორედ ამას ნიშნავს. ანუ სოლიდარობა და მით უმეტეს თაობათა შორის რას ნიშნავს? ძირითადად შეიძლება უხეშად რო გამოყოთ სამი თაობა, ერთი ეს არის ბავშვების, ნუ 18 წლამდე მაინც ბავშვად ითვლება. მერე ეს არის ადამიანი, რომელიც შრომის უნარიანია უკვე და ბოლოს პენსიონერი, რომელიც უკვე ხანდაზმულია. ანუ თაობათა სოლიდარობა ნიშნავს იმას, რომ აი ამ ადამიანებს, რომლებიც 18-დან 60 ან 65 წლამდე არიან და რომლებიც მუშაობენ, ჯერ არიან ისინიც იყვნენ ოდესღაც ამ თაობაში ხო ბავშვებიც იყვნენ, მერე მუშაობენ, მერე ანუ ყველა ადამიანი ყველა თაობას გაივლის პირობითად რომ ვთქვათ, ხო? ანუ თაობათა სოლიდარობაც სწორედ ამას ნიშნავს, რომ მე თუ ეხლა ბავშვი ვარ და მე მიხდის მაგალითად უფასო კვებას, ის კი არ მიხდის მადლობის სათქმელად ვიღაცა თბილისის მერი თუ რა ვიცი რომელიმე მერი რომ მოვა და რომ გადაჭრეს რაღაცა იმასე, ანუ ეს მე ის თაობა მეხმარება, რომელიც მე ვიქნები და მე სხვა თაობას დავეხმარები. ანუ ეს უნდა გავიაზროთ ჩვენ პირველ რიგში ეს გვაქვს დასანახი. მადლობა არ უნდა ვუთხრათ ჩვენ ჩვენი ფულისთვის ვიღასას, რომელმაც გადმოგცა ვითომ რაღაცა მეფესავით, ხო? ამიტომ ეს მენტალობა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შევიცვალოთ და ეს თქვენი გადაცემაც ზუსტად ალბათ ამასაც ისახავს მიზნად, რომ კარგად უნდა გავიგოთ ეს საკითხი და ის კი არ არის, რომ სამათხოვროდ მივედი, სადღაც გარეთ გამოვედი, დემონსტრაციაზე გამოვედი, რომ რაღაცას სამათხოვროდ ვითხოვ. არამედ მე ვარ ის თაობა, რომელიც ვიყავი დავუშვათ ჯერ პირველი, მე მეორე და მე მესამე და ვითხოვ თაობათა შორის სოლიდარობას. აი ეს არის კარგად გასააზრებელი ჩვენი საზოგადოებისთვის.
გეთანხმებით, ნამდვილად ასეა. და ანა, მე მინდა ბოლოსკენ თქვენ გკითხოთ, აი მაშინ დღევანდელი რეალობიდან გამოძახილიდან მაქვს ეს შეკითხვა. როდესაც სისტემა არის ესეთი უსამართლო და აი ესეთ მდგომარეობაში ვართ, ხო? რა გზები რჩება მოქალაქეს იმისთვის, რომ სამართლებრივი სამოქალაქო თუ პოლიტიკური ბრძოლა მოქმედებაში მოიყვანოს. ძალიან მნიშვნელოვანია და პირველი რაცაც ყველას ვეუბნები და ახლაც აქ ვიტყვი, აქტიური მოქალაქე. ანუ ადამიანი, რომელიც თვლის და სამწუხაროდ პროპაგანდის და ცუდის მთავრობების მიზანი ეს არის, რომ ჩვენ წარმოგვაჩინოს, რომ ჩვენ არაფერი არა ვართ, ჩვენ მაინც ვერაფერს ვერ ვიზავთ და აი ამას უნდა გაუმკლავდეთ და ვიყოთ აქტიური. ხა აქტიურში რას ვგულისხმობ? ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ადამიანის უფლებებით არის შეზღუდული ხელისუფლება, ჩვენი უფლებებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოს აუცილებლად ხმამაღლა უნდა მოვთხოვოთ ყველაფერი. უნდა მივიდეთ, უნდა ვთქვათ, უნდა გამოვიდეთ, უნდა დავწეროთ. ანუ რაც უფრო მეტად აქტიური ვიქნებით ადამიანები, მით უფრო დიდი ალბათობა არის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ ჩვენი უფლებები. არც ერთი უფლება და მათ შორის სოციალური უფლებები, მესამე თაობის უფლებებია, ბრძოლის გარეშე არ მოპოვებულა. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. და რაღაცა დოზით შეიძლება ჩვენთვის საამაყოც იყოს ის, რომ ჩვენ ვართ ამ უფლებების ისტორიულად იმ პროცესში, რომ ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ეს უფლება. ეს უფლება არავინს არ გადმოუგდია. ნუ ბუნებითი უფლებები არსებობს, მაგრამ ეს ბუნებითი უფლებები არის ის, რომ მე დავიბადე და თანასწორი ვარ ვიღაცის, თავისუფალი ვარ და ასე შემდეგ. ბუნებითი უფლებები უკვე ჩვენ, ნუ მეტნაკლებად, მაგრამ გარანტირებული გვაქვს, მაგრამ შემდეგ სოციალური უფლებები მოდის და სოციალური უფლებები ეს არის ჩვენ სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ. უნდა მოვთხოვოთ ყველა კანონიერი გზით. ეს არის სასამართლოთი, არ მაინტერესებს მოვიგებ თუ არ მოვიგებ, მაინც 10 ჯერ მივალ ამ სასამართლოში და მაინც მოვითხოვ. მაქვს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოთხოვნა, ასე უნდა მოვითხოვოთ. შემიძლია და უფლება მაქვს და მაქვს ჩემი აზრი გამოვხატო ხმამაღლა, შევიკრიბო, უნდა შევიკრიბო. ამიტომ საბოლოო ჯამში ყოველთვის აქტიური მოქალაქე არის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებაში. ეს არის ალბათ გამოსავალი. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ჩემი პირადად როლი, რაც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, ყველას და მე მაქვს დიდ აუდიტორიასთან წვდომა და ეს, რა ვიცი, ჩემი ალბათ დიდი პრიორიტეტია და ძალიან მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მაქვს. ამიტომ ხშირად სტუდენტებს, მაგალითად სამართლის სტუდენტებსაც აი ისე უყურებენ, რომ აი ჩვენ მაინც რას ქვია ჩვენ მაინც რას ვიზავთ? უნივერსიტეტში რომ მიხვედი, სტუდენტი რო ხარ, აქამდე რადგან მოხვედი უკვე, ესე იგი შენ რაღაცა შეგიძლია. შენ შეგიძლია რომ ხმამაღლა თქვა. ყველაფერი შეგიძლია თუ ოღონდაც შენი თავის გჯერა. და ჩვენ ყველა შეგვიძლია, საიდან მოვდივართ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ, ჩვენ ვართ ყველა თანასწორი ადამიანები და ვინც თანამდებობაზე არის, ყველას მაგას ვეუბნები, ის ზუსტად შენი თანასწორია. შენ შეგიძლია, შენი არჩეულია. პირიქით შენის გემსახურება, ჩვენ მას უნდა მოვთხოვოთ აუცილებლად. და ეს არის აუცილებლად ჩვენი როლი, ჩემს როლს ამაში ვხედავ, ყველას ჩვენი როლი გვაქვს ამ საზოგადოებაში და მინდა რომ ყველას, რა ვიცი, ეს გზა გამოვძებნო, რომ დემოკრატია, სოციალური სახელმწიფო, სამართლებრივი სახელმწიფო ინდივიდებზე გადის და ეს ინდივიდები შემდეგ ჩვენ ქმნით სამოქალაქო საზოგადოებას და ამიტომაც სოციალური უფლებები ჩვენი მოსაპოვებელია. სხვაგვარად მას არავინ არ გვიწყალობებს და არავინ არ მოგვცემს. თქვენ ახალგაზრდები და სტუდენტობა ახსენეთ, ვისთანაც შეხება გაქვთ და აი როგორ ხედავთ ახალგაზრდა თაობაში რამდენად იგრძნობა ეს ჭახეთ სამართლ მკვეთრად, ანუ მკაფიოდ სამართლიანობის სურვილი და სოციალური პასუხისმგებლობა რამდენად არის გააზრებული და კი ჩვენ გვახსოვს ძალიან დიდი პრეცედენტები სტუდენტობის და ახალგაზრდობის გამოსვლისა, იგივე რუსული კანონის წინააღმდეგ, რა დროსაც იძულებული გახდა ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რომ უკან დაეხია და გაეწვია ეს კანონი, მაგრამ მას შემდეგ უკვე სრულიად თავზე აიშვეს თუ როგორც იტყვიან უფრო დელიკატურად ვეღარ ვთქვი და
აი ამ მიმართულებით ეხლა როგორი მდგომარეობა არის, იმიტომ რომ ეხლა უფრო ხშირად ისმის ხოლმე სად არიან სტუდენტები, იგივე ამ განათლების რეფორმაზე რაღაცა ახალი ინიციატივა გადმოგვიგდეს მაგასთან დაკავშირებითაც, აი რატომ არ აღსდგა ეს თაობა და აი როგორ ფიქრობთ, რა არის იმის პირობა, იმის განმაპირობებელი, რომ ამ ძახილების და ამ კითხვების დასმაც გახდა გარკვეულწილად საზოგადოებაში, სოციალურ ქსელებში თუ მედიაში. კი, ნამდვილად გეთანხმებით, რომ აი ნიჰილიზმი რა თქმა უნდა არის მომატებული, იმიტომ რომ აი ეს თაობა სადღაც ალბათ 2000-იანი წლის მერე თაობა ჯენზის რო ეძახიან. 90-იანები რომ არ უნდა ხო, აი ხო სხვა თაობა, აი ზუსტად სხვა თაობა არის და ალბათ მე გამიჭირდება გავზომო ეს ემოცია. თუმცა მე ესე მგონია რომ ის არ ვთქვათ რომ სადღაც ეს ცეცხლი ეს პროტესტი ჩაქრა. ეს არის ნაღვერდალივით, აი სული რო შეუბარო და უცეფრო ცეცხლი გახდება. იმიტომ რომ შეუძლებელი არის ამ ბავშვებისთვის, თუ რა ვიცი, ამ ახალი თაობისთვის, ამ თავისუფალი თაობისთვის იმის ატანა, რაც ხდება. აი მაგალითად მე არ ვიცი, კიდეც ჩემი შვილის მაგალითს მოვიყვან, რომ მეკითხებოდა, რომ ვაიმე პოლიციამ რატო უნდა დამოკავოს, იმიტომ რომ არა უსამართლოა, თუ აი გაუცებული იყო რა ვიციო, რა დავაშავეო და იმიტომ რომ რაღაცა არასრულწლოვანია და მეთქი რუსთაველზე ფრთხილად იყავი, შვილოთქო გავაფრთხილე. თან 16 წლისაც არ არის ჩემი პატარა შვილი და ანუ ვერ წარმოუდგენია თუ ესეთი რაღაცა იმიტომ რომ რაც დაიბადა ესეთი რამ არ უნახავს ჩვენ გვინახავს ხო და მე ალბათ ეს პირველი რაც იყო და რაც მათ განიცადეს რომ თურმე ნახე აი როგორი შეიძლება იყოს თუნდაც სამართალდამცავ უსამართლოდ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს ხო და ეს პირველი უკან დახევა უკვე მოხდა თუმცა ჩემი აზრით ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას რომ შემგუებლობა თუ რაღაც ამან დაიმკვიდრა საზოგადოებაში რაღაცა უფრო იმას ვადარებ აი ბუხარში რო ცეცხლს დაანთებ და ეს მაინც აღვივებული არის ოღონდ ცეცხლი არანთია იმიტომ რომ აი ეს უსამართლობისადმი შეუგუებლობა ეს პროტესტი ეს ყველაფერი არსად არ წასულა და მე ვხედავ რომ ანუ რაც უფრო შორს მიდიან მით უფრო ეს ძალაც იგივეა რაც უფრო შორს მიდის ერთი მხარე მით უფრო მეტი არის პროტესტი რომელიც იქედან მოდის ოღონდ ეს პროტესტი როგორ ჩანს ზუსტად ამაზეა ეხა საუბარი ცეცხლივით ჩანს თუ პირიქით ღვივდება წითლდება ეს ნაკვერცხლები და ოდესღაც რაღაცა აუცილებლად დაინთება ამისი შეუგუებლობა ესე მგონია რომ უბრალოდ არ ვიცი ჩემი ეს ადამიანური გადმოსახედიდან მართლაც შეუძლებელი მგონია ანა ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი მე მინდა რომ ჩვენს მაყურებელს შევახსენო რომ ყოველ ხუთშაბათს 3 საათზე შეუძლიათ ჩვენს გადაცემას მიადევნონ თვალი გთხოვთ რომ მოგწერეთ სოციალურ ქსელშიც თქვენთვის საინტერესო თემები, საინტერესო სტუმრები, ინიციატივები ჩვენ ღია ვართ ყველა მიმართულებაზე სოციალურ საკითხებზე უფრო სიღრმისეულად სამსჯელოდაც და სხვადასხვა ინიციატივების არა მარტო ინიციატივებად დარჩენაში, არამედ განხორციელებების მზაობაც გვაქვს, შეძლების დაგვარად ყოველ შემთხვევაში და ასევე მინდა გამოვაცხადო ჩემი პირადი ტელეფონის ნომერი 591051601 იმისთვის რომ პირად კონტაქტზეც გამოხვიდეთ ჩემთან ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს გადაცემა პერსონალურად ჩემთვისაც დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის ამ ტელევიზიას და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ანა თქვენ იმისთვის რომ დღევანდელი დრო გამოგვიყავით და ასეთი საინტერესო იყო თქვენი საუბარი მიმედი მაქვს როგორც ახსენეთ კეთილი ფეხი გექნებათ ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება ჩვენ ამ გადაცემაში და ბევრ საინტერესო თემაზე ვიმუშავებთ და ჩავშლით იმ თემებს იმ კონკრეტული ადამიანების ისტორიებსაც მაგალითად რომელიც თითქოს შეიძლება ვიღაცისთვის ერთი კონკრეტული ადამიანის პრობლემა იყოს მაგრამ აი ზუსტად აი ამ სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე ერთი ადამიანის პრობლემა არის და იმის გადაწყვეტაზეც კი უნდა იზრუნოს რა თქმა უნდა პასუხისმგებლიანმა ხელისუფალმა რომელიც ასეთი სანატრელი გაუხდა ქართულ საზოგადოებას მაგრამ ვიმედოვნებ რომ აუცილებლად გამოსწორდება ეს ყველაფერი და ჩვენ გველოდება ძალიან დიდი ცვლილებები იმიტომ რომ
ასეთ დიდ საპროტესტო ტალღას და ასეთ დიდ შეუპოვრობას და ბრძოლის უნარს, რომელსაც ავლენს ჩვენი საზოგადოება, რომლის ნაწილიც მე ვარ და თქვენ ხართ და ძალიან ვამაყობთ ამით, ხო, ჩვენი თანამებრძოლებით, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში გადადებული აქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძოლონ, ის უზარმაზარი სოლიდარობა სხვათა შორის, რომელიც ჩვენ ვნახეთ ერთმანეთის მიმართ და დიდი ზრუნვაც ერთმანეთის მიმართ, უკვალოდ არ ჩაივლის ნამდვილად და აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. წარმატებებით, ევონა. მადლობა სტუმრობისთვის.